მიმოიხედე, დააკვირდი გარემოს. აერჩიე ოთახი, ნებისმიერი ოთახი, ოფისი, ოჯახური სადილი თუ მეგობრების შეკრება. ამ ოთახში 10 ადამიანია, მათგან 9 მთვარეულია. ისინი უბრალოდ რეაგირებენ, ნებართვას ელოდებიან. სასოწარკვეთილნი არიან, რომ სხვებს მოეწონონ, სიჩუმის ეშინიათ და საკუთარი ემოციების მონები არიან. მათ გონიათ, რომ არჩევანს აკეთებენ, მაგრამ ცდებიან. ისინი მიხვებიან სცენარს, რომელიც მათი ბიოლოგიის, მშობლებისა და საზოგადოების მიერ არის დაწერილი. ისინი ფიგურები არიან დაფაზე. მაგრამ არის ერთი ადამიანი, მხოლოდ ერთი, რომელიც თამაშს არ თამაშობს. ის თამაშს აკვირდება. ის აკვირდება, ის ხედავს ძაფებს. მას ესმის ის, რაც არ თქმულა. მან ზუსტად იცის რა გინდა სანამ პირს გააღებ. ის არ ეძებს აღიარებას, ის ეძებს ბერკეტებს. ის არ რეაგირებს ქაოსზე, ის იყენებს მას. ეს ადამიანი მოთამაშეა. და აი შემზარავი სიმართლე. სანამ არ ისწავლი მასსავით აზროვნებას, ყოველთვის მისი გასართობი ობიექტი იქნები. ადამიანების უმეტესობა მთელ ცხოვრებას ისე ატარებს, რომ უკვირთ. როდესაც შრომობენ ამდენს, წინ რატო ვერ მიდიან? რატო იგებენ ხმამაღალი, არაკომპეტენტური ან დაუნდობელი ადამიანები, ხოლო კეთილი ხალხი უკან რჩება, რათა სხვების არეული დაალაგოს. ისინი საკუთარ თავს ეუბნებიან, რომ ეს იღბლის ბრალია. ეუბნებიან, რომ სისტემაა გაუმართავი. იტყუებენ თავს, რათა მწარე რეალობას გაექცნენ. რეალობა კი ისაა, რომ გასწავლეს, იყო უწყინარი, გაგწურთნეს მსხვერპლად. ნიკოლო მაკიაველი, კაცი, რომლის სახელიც ბოროტების სინონიმად იქცა, სინამდვილეში ისტორიაში ყველაზე გულწრფელი ფილოსოფოსი იყო. ის არ წერდა იმაზე, როგორი უნდა იყოს სამყარო, არამედ იმაზე, თუ როგორი არის სამყარო რეალურად. მას ესმოდა ფუნდამენტური კანონი, რომელსაც ადამიანთა 90% საკუთარი საფრთხის ფასად აიგნორებს. თუ ეცდები იყო კეთილი სამყაროში, რომელიც არ არის კეთილი, შენ განადგურდები. დღევანდელი ვიდეო არ არის იმაზე, თუ როგორ გახდე ბოროტმოქმედი. არ გულისხმობს ადამიანებზე ტკივილის მიყენებას. დღეს ვსაუბრობ გამოღვიძებაზე, რომ გამოხვიდე იმ 90%-დან, ვინც მხოლოდ გძნობს და გადახვიდე იმ 10%-ში, ვინც აზროვნებს. მე გადმოგცემ შენი საკუთარი გონების სამეფოს გასაღებს. ჩვენ ერთად ჩამოხსნით სამართლიანობის, სიკეთისა და მოწყვლადობის ილუზიებს, რომლებსაც ფარად იყენებ, რადგან ეს ფარი ქაღალდისგანაა გაკეთებული. ამ ყველაფრის ბოლოს სამყაროს ძველებურად ვეღარ შეხედა. შეხვალ ოთახში და ვეღარ დაინახავ უბრალოდ ადამიანებს. შენ დაინახავ კანონზომიერებებს, დაინახავ ბერკეტებს, დაინახავ თამაშს. და ცხოვრებაში პირველად კამათელი შენ გეჭირება ხელში. დავიწყოთ. პირველი შეცდომა, რომელსაც უშვებ. შეცდომა, რომელიც გიჯდება ფული, პატივისცემა და სულიერი სიმშვიდე, არის ის, რომ შენ ჰალუცინაციებში ხარ. სიზმარში ცხოვრობ. შედიხარ მოლაპარაკებაში, ურთიერთობაში ან კონფლიქტში და მოქმედებ იმის მიხედვით, თუ როგორ ფიქრობ, რომ ხალხი უნდა იქცეოდეს. ფიქრობ, თუ გულწრფელი ვიქნები, ისინიც გულწრფელები იქნებიან. თუ ბევრს ვიშრომებ, შეამჩნევენ. თუ მათთვის თავდადებას გამოვიჩენ, ისინი ჩემ მიმართ ლოიალურები იქნებიან. ეს იდეალისტის მახია და ის სასიკვდილოა. მაკიაველი წერდა: კაცი, რომელსაც სურს ყველაფერში სიკეთის პროფესიას მისდიოს, აუცილებლად დაიღუპება ამდენ არაკეთილ სინდისიერ ადამიანს შორის. გადაიკითხე ეს თავიდან. ის არ ამბობს, რომ არ უნდა იყო კეთილი. ის ამბობს, რომ თუ მხოლოდ შენს სიკეთეს ეყრდნობი თავის დასაცავად, შედიხარ ლომების გალიაში და დამცავი ჟილეტის ნაცვლად ხორცის ნაჭერი გაცვია. 90% საკუთარ ღირებულებებს სხვებზე აპროექტებს. თუ კეთილი გული გაქვს, ვარაუდობ, რომ სხვებსაც კეთილი გული აქვთ. ვარაუდობ, რომ თუ შენს გრძნობებს აუხსნი, მეორე ადამიანს ეს ანახულებს. ვარაუდობ, რომ სამართლიანობა სამყაროს ბუნებრივი კანონია. სინამდვილეში ასე არ არის. სამართლიანობა ადამიანის გამოგონებაა. ძალაუფლება კი ბუნებრივი კანონი. რომ აჯობო ადამიანთა 90%-ს, უნდა შეწყვიტო ოცნება იმაზე, რომ რეალობა სხვანაირი ყოფილიყო. უნდა შეხედო მას ისეთს, როგორიც არის, შიშველს. როცა ვინმე ღალატობს, ნუ დაკარგავ დროს კითხვაზე, როგორ შეძლეს ამის გაკეთება? ეს ემოციური კითხვაა, ის უსარგებლოა. ამის ნაცვლად დასვი კითხვა, რა სარგებელი ნახეს ამით? რადგან ადამიანები ყოველთვის საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. მაშინაც კი, როცა ალტრუისტები არიან, ისინი ამას აკეთებენ დოფამინის მიღების მიზნით, რათა თავი მართლებად იგრძნონ. როცა ამას გააცნობიელებ, ტკივილის მიღებას შეწყვეტ. შოკში აღარ ჩავარდები. დაიწყებ პროგნოზირებას.
ადამიანების უმრავლესობა შოკირებულია, როცა უფროსი მათ ათავისუფლებს მცირე თანხის დასაზოგად. ისინი შოკირებულნი არიან, როცა საყვარელი ადამიანი ტოვებს მათ უფრო მაღალი სტატუსის მქონეს გამო. შოკირებულნი არიან, როცა მეგობარი ჭორაობს მათზე სოციალური უპირატესობის მოსაპოვებლად. ფიურის მეგობარი არასდროს არის შოკირებული. ის ამას ელოდა. მან იცის, რომ ადამიანის ბუნება ცვალებადი, ხარბი და შიშით მართულია. ეს ცინიკურად ჟღერს. ვიცი, რომ ცივად აღიქმება, მაგრამ კითხე საკუთარ თავს. ვინ არის უფრო დაცული? კაცი, რომელსაც ჯერა რომ ოკეანესის უყვარს, თუ კაცი, რომელიც პატივს სცემს ოკეანის ძალას, რომელსაც მისი დახრჩობა შეუძლია. მეორე კაცი ნავს აშენებს, პირველი კი იხრჩობა ლოცვის დროს. შენ ნავი უნდა აშენო. უმნიშვნელოვანესია. შეწყვიტო იმის მოსმენა, რასაც ხალხი ლაპარაკობს. სიტყვები იაფია. სიტყვები შექმნილია მანიპულაციისთვის, სიტუაციის შესარბილებლად, მოსატყუებლად. დააგვერდი, რას აკეთებენ. თუ მათი სიტყვები ამბობს მიყვარ ხარ, მაგრამ მათი ქმედებები ამბობს პატივს არ გცემ, დაუჯერე ქმედებებს. თუ მათი სიტყვები ამბობს ჩვენ ამ კომპანიაში ერთი ოჯახი ვართ, მაგრამ ქმედებები ამბობს შენ ჩანაცვლებადი ხარ, დაუჯერე ქმედებებს. იმ მომენტში, როცა ჩამოიშორებ მორალურ მოლოდინს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გექცეოდეს სამყარო, შენ უხილავი ხდები მათი მანიპულაციებისთვის. ხდები რეალისტი. და მეოცნებეებით სავსე ოთახში, რეალისტი არის მეფე. უნდა მოკლა შენში ის ნაწილი, რომელსაც ჭირდება, რომ სამყარო სამართლიანი იყოს. ეს ბავშვური მოთხოვნილებაა. ეს სისუსტეა. მიიღე ქაოსი, მიიღე სიხარბე, მიიღე ღალატი. როგორც კი მიიღებ, შეძლებ მასში ნავიგაციას, შეძლებ მისთვის მომზადებას, შეძლებ მისთვის გვერდისავლას. შენ ამით წვეთ გარემოებების მცხვერპლად ყოფნას და ხდები ტერიტორიის ბატონ-პატრონი. ჩვენ ხმაურის ეპოქაში ცხოვრობთ. ყველა ყვირის. შეხედე სოციალურ მედიას, შეხედე კომენტარებს, შეხედე შენს მეგობრებს ბარში. ყველას ერთი სული აქვს, გითხრას ვინ არიან, რას ფიქრობენ, რას გეგმავენ. ისინი ინფორმაციას პირდაპირ გაგებით აღებინებენ. მათ გონიათ, რომ ლაპარაკით დომინირებას ამტკიცებენ. გონიათ, რომ თავის მართლებით გაგებას მოიპოვებენ. მწარედ ცდებიან. ყოველი სიტყვა, რომელსაც წარმოთქვამ, არის გაჟონვა. ყოველ ჯერზე, როცა თავს იმართლებ, მტერს ტყვია წამალს აწვდი. ოთახში ყველა ძლიერი ადამიანი, როგორც წესი, ყველაზე ჩუმია. რატომ? იმიტომ, რომ ინფორმაცია ძალაუფლებაა. როცა ლაპარაკობ, ძალაუფლებას გასცემ. როცა უსმენ, მას იძენ. მესამე, 90%-ს დისკომფორტს უქმნის სიჩუმე. გამოცადე ეს. შემდეგ ჯერზე, როცა საუბარში ვინმე წინადადებას დაასრულებს, მტრისიერად არ უპასუხო. დაიცადე. შეხედე მას. შეინარჩუნე თვალებით კონტაქტი. გონებაში 4-მდე დაითვალე. დააგვერდი რა მოხდება. ისინი პანიკაში ჩავარდებიან. მათი ტვინის სიჩუმეს განსჯათ ან კავშირის დაკარგვა დაღიქვამს. და ამ სიცარიელის შესავსებად ისინი კვლავ ლაპარაკს დაიწყებენ. და ამჯერად ისინი სიმართლეს გეტყვიან. დაამატებენ დეტალს, რომლის თქმაც არ სურდათ. გაამართლებენ ტყუილს, გამოააშკარავებენ დაუცველობას. სიჩუმე ვაკუუმია. ადამიანებს პანიკურად ეშინიათ ვაკუუმის. ისინი ყველაფერს ჩაყრიან ამ სიცარიელეში მის შესავსებად, საკუთარ საიდუმლოებსაც კი. ჭეშმარიტი მოაზროვნე სიჩუმეს იარაღად იყენებს. მას არ აქვს ჰაერის შევსების მოთხოვნილება. ის კომფორტულად გზნობს თავს დაძაბულობაში. როცა თავს გესხმიან, როცა ვინმე შეურაცხყოფას გაგანებს ან ეჭქვრის გაგანებს, უმრავლესობის ინსტინქტი არის თავის დაცვა, კამათი, საპირისპიროს დამტკიცება. მე ეგ არ მიგულისხმია, შენ არ გესმის. აქ გაჩერდი. როცა თავს იცავ, ადასტურებ თავდასხმას. აჩვენებ, რომ მათ აზრს შენთვის ფასი აქვს. აჩვენებ, რომ მათ აქვთ ძალა და არ ღვიონ შენი ემოციური მდგომარეობა. ამის ნაცვლად გამოიყენე სიცარიელე. შეხედე მათ, ნურაფერ სიტყვი, ან დაუსვი მარტივი მშვიდი კითხვა. რატომ თქვი ეს? და შემდეგ დაელოდე. უყურე, როგორ ჩამოიშლებიან. უყურე, როგორ დაიხევენ უკან. მათ დონეზე ჩართვაზე უარის თქმით, თავს მათზე მაღლა აყენებ. შენ ხდები მოსამართლე, ისინი კი ბრალდებულები. უნდა ისწავლო, როგორ დატოვო ადამიანები შენი რეაქციის გარეშე. ადამიანების უმეტესობა დამოკიდებულია რეაქციებზე. ისინი გჩქვლედენ, რომ ნახონ, წამოგივა თუ არა სისხლი. თუ სისხლი წამოგივა, იციან, შემდეგ სად გიჩქვლიდონ. თუ ქვა ხარ, თუ სიცარიელი ხარ, ისინი შეშტევიან. არ შეუძლიათ შენი ფსიქიკის რუკის შედგენა. ვერ პროგნოზირებენ შენს შემდეგ ნაბიჯს. და რისი პროგნოზირებაც არ შეუძლიათ, იმას პატივს სცემენ.
ეს შენს მიზნებსაც ეხება. იმოძრავე ჩუმად. ეს კლიშეა, მაგრამ კლიშეა იმიტომ, რომ სიმართლეა. იმ მომენტში, როცა ვინმეს შენს გეგმას უყვები, დაბრკოლებას ქმნი. თუ მეგობარს ეთყვი, რომ ბიზნესს იწყებ, ისინი საკუთარ შიშებს შენზე გადმოიტანენ. უსაფრთხოა, რომ არ გამოგივიდეს. ეხლა შენ მათ ეჭვებსაც ატარებ საკუთართან ერთად. თუ მტერს ეთყვი გეგმას, ისინი მას საბოტაჟს მოუწყობენ. თუ სამყაროს ეთყვი გეგმას, დოფამინის დოზას იღებ. გრძნობ თითქოს უკვე მიაღწია მას მხოლოდ თქმით. და ეს კმაყოფილება კლავს შიმშილს, რომ რეალურად შეასრულო სამუშაო. შეინახე შენი განზრახვები ბნელში. დაე ხალხმა იფიქროს, რომ საშუალო ხარ. დაე იფიქრონ, რომ ზარმაცი ხარ. დაე იფიქრონ, რომ სულელი ხარ. სჯობს იყო სათანადოდ ვერ შეფასებული ვიდრე სამიზნე. მაკიაველი ურჩევდა პრინცს ყოფილიყო დიდი თვალთმაქცი, რათა დაემალა თავისი ნამდვილი ბუნება. იყავი ნისლი. როცა ნისლი ხარ, ისინი მიზანში ვერ გირებენ, ისინი ჰაერს ურტყამენ, იფიტებიან და სწორედ ამ დროს უტევ შენ. ივარჯიში ამაში ერთი კვირა. შეამცირე სიტყვები 50%-ით. შეწყვიტე ახსნა, რატომ დააგვიანე. შევყონდი. სულ ესაა. შეწყვიტე ახსნა, რატომ არ გინდა წასვლა. ვერ ვახერხებ. სულ ესაა. შეწყვიტე შენი პოლიტიკური მოსაზრების მტკიცება. უბრალოდ მოусმინე მათსას. იგრძნობ ძალაუფლების მოზღვავებას, რაც აქამდე არასდროს გიგრძნია. ინარჩუნებ ენერგიას, სანამ ისინი იცლებიან. შენ ხდები არქიტექტორი. გაფრთხილება. თუ ზედმეტად ცივი, ზედმეტად ჩუმი, ზედმეტად განცალკევებული გახდები. სხვაგვარად გახდები სამიზნე. ხალხს ეშინია ჩუმი ადამიანის და თუ მათ ზედმეტად ეშინიათ შენი, ისინი შეეცდებიან პრევენციულად გაგანადგურონ. რომ აჯობო 90%-ს, უნდა შეერიო გარემოს. უნდა ატარონ ნიღაბი, მაგრამ არა ისეთი, როგორიც გონია. ადამიანების უმეტესობა ნიღაბს იკეთებს ნაკლოვანებების დასამალად. ისინი თამაშობენ, თითქოს სრულყოფილები არიან, თითქოს მდიდრები არიან, თითქოს ბედნიერები არიან. ეს დილეტანტების დონია. ეს შურს პადებს. უნდა ატარო ადამიანობის ნიღაბი. ის იყენებს სტრატეგიულ მოწყვლადობას. ეს ის კონცეფცია, რომელიც ინტუიციის საწინააღმდეგოდ მოგეჩვენება. ამიტომ ყურადღებით მომისმინე. თუ ზედმეტად კომპეტენტური, ზედმეტად სრულყოფილი, ზედმეტად სტოიკური ხარ, ხალხს შეძულდები. შენ გააქტიურებ მათ არასრულ ფასონების კომპლექსს. ახსენებ მათ საკუთარ მედიდურობას. მათ განსაიარაღებლად ხანდახან უნდა გამოავლინო ნაკლი, მაგრამ ნაგლს შენ ისჩევ. აღიარე პატარა შეცდომა, აღიარე უმნიშვნელო წუხილი. ითხოვე რჩევა იმაზე, რაზეც პასუხი უკვე იცი. რატომ? იმიტომ რომ როცა ვინმეს რჩევას ეკითხები, თავს ბრძენად აგზნობინებ. თავს აღმატებულად აგზნობინებ. და როცა ვინმე შენზე აღმატებულად გზნობს თავს, ის ფარს დაბლასწევს. ის წყვეტს შენს აღქმას საფრთხეთ და იწყებს შენს აღქმას პროტეჟეთ ან მეგობრად. შენ კვებავ მათ ეგოს, რათა მათი ნდობა იყიდო. ეს ხელოვნებაა. კასტილიონე, მაკიაველის თანამედროვე, წერდა სპრეცატურაზე. ხელოვნებაზე, რომ რთული საქმე მარტივად წარმოაჩინო, მაგრამ მაკიაველი ამატებს უფრო ბნელ შრეს. ხელოვნებას, რომ გათვლილი ბუნებრივად წარმოაჩინო. უმეტესობას გონია, რომ იყო ის, ვინც ხარ, სათნოებაა. მე უბრალოდ მე ვარ. იყო ის, ვინც ხარ, კარგია, როცა მარტო ხარ, მაგრამ როცა სამყაროში ხარ, შენ პერსონაჟი ხარ სცენაზე. თუ გაბრაზებული ხარ, მაგრამ სიტუაცია მოითხოვს მომხიბლელობას და შენ ისჩევ იყო, შენი თავი და იყვირო, შენ წააგე. შენ უფლება მიეცი ემოციას, გადაეწონა შედეგი. 10% არ არის საკუთარი თავი. ისინი ქმნიან საკუთარ თავს. ისინი კითხულობენ, ჩემი რომელი ვერსია საჭირო ამ სიტუაციის მოსაგებად? ეს სიტუაცია მოითხოვს ლომს, აგრესიულ დომინანტურ ძალას, თუ მოითხოვს მელას, სბიერ, დამთმობ დიპლომატს. ადამიანების უმეტესობას მხოლოდ ერთი რეჟიმი აქვს. ისინი ყოველთვის ლომები არიან, აგრესიულები, უხეშები, ან ყოველთვის მელები, მუხანათები, პასიურები. ოსტატი ძალდაუტანებლად გადადის ერთი მდგომარეობიდან მეორეში. ეს შენთვის ყალბად ჟღერს. მესმის, რასაც ფიქრობ ახლა. ეს ფსიქოპათიას გავს. მერწმუნე არ არის ასე. ეს ემოციური სიმწიფეა. მშობელი არ არის საკუთარი თავი, როცა მისი შვილი ტირის. მშობელი შეიძლება იყოს გადაღლილი, გაბრაზებული ან შეშინებული, მაგრამ ის იკეთებს მშვიდი დამცველის ნიღაბს. ის თამაშობს როლს, რადგან შედეგი, შვილის უსაფრთხოება, უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მისი აუთენტური გრძნობა იმ მომენტში. მიუსადაგე ეს ყველაფერს. უფროსი გიყვირის, შენს აუთენტურ მეს უნდა რომ კვირილი თვეუპასუხოს. შენმა სტრატეგიულმა მე მიცის, რომ ეს სამსახურს დაგაკარგვინებს.
ამიტომ იკეთებ პროფესიონალის ნიღაბს. თავს უქნებ, ინიშნავ. ასე გადარჩები. შემდეგ გეგმავ შენს გასვლას ან აღმასვლას. ნიღაბი გიცავს, ის ქმნის ბარიერს შენს ნამდვილ სულსა და სამყაროს ბინძურ თამაშს შორის. თუ სამყაროს შენს ნამდვილ გულს აჩვენებ, ისინი მას სისხლისგან დაცლიან. თუ მათ ნიღაბს აჩვენებ, მათ შეუძლიათ მხოლოდ ნიღაბი დააზიანონ. შეინახე შენი სიმართლე რჩეულებისთვის, იმ ხალხისთვის, ვინც ეს დაიმსახურა, ვინც შენთვის სისხლს გაიღებს. ყველა დანარჩენისთვის მიეცი მათ სპექტაკლი, რომლის ნახვაც სჭირდებათ, რათა მიიღო ის, რაც გჭირდება. ეს არ არის სიცრუე, ეს კამუფლაჟია. და ჯუნგლებში კამუფლაჟი ტყუილი არ არის. ეს გადარჩენის აუცილებელი იარაღია. ეხლა გადავდივართ არაკომფორტულ ნაწილზე. ნაწილზე, რომლის შესახებაც მშობლები გაფრთხილებდნენ. ადამიანების უმეტესობა მთელ ცხოვრებას ატარებს მცდელობაში, რომ თავი შეაყვაროს სხვებს. მათ გონიათ, რომ თუ მტერი არ ყავთ, ცხოვრების თამაში მოიგეს. ისინი ცდებიან. თუ მტრები არ ყავს, ეს ნიშნავს, რომ ხასიათი არ გაქვს. ეს ნიშნავს, რომ არაფრისთვის დაგიჯერია მხალი. ეს ნიშნავს, რომ ხარ ფოთოლი ქარში, რომელიც ყველას ეთანხმება და არავის იწვევს. ქართველი გენიოსი ვაჟა ფშაველაც ამას ამბობს და მე შეგნებულად არ მოვიყვან ციტატას. ჯერა უკვე გაიმეორე გონებაში. ვაჟა მიცოდა, რომ მტრები არა მხოლოდ გარდაუვალია, ისინი აუცილებელია. 90% კრიტიკის ქვეშ იშლება. ნეგატიური კომენტარი მათ მთელ კვირას უნგრევს. კონკურენტის სამსახურში მათ აშფოთებს. ცდილობენ დრის დაშოშმინებას, ცდილობენ მშვიდობის დამყარებას. გამორჩეული ადამიანი იყენებს მტერს. დაფიქრდი, ვინ გეუბნება სიმართლეს? მეგობრები? არა, მეგობრები გატყუებენ. გეუბნებიან, რომ კარგად გამოიყურები, როცა დაღლილი ხარ. გეუბნებიან, რომ შენს ცუდი დიას პოტენციალი აქვს, რადგან არ უნდათ გული გადგინონ. ისინი ხელს უწყობენ შენს სისუსტეს, რადგან უყვარ ხარ. მაგრამ შენი მტერი ეძებს შენს სისუსტეს, როგორც დამშეული ძაღლი. თუ ჯავშანში ბზარი გაქვს, მტერი მას იპოვის. თუ ზარმაცი ხარ, გამოიყენებენ ამას. თუ არასრულ ფასოვნების კომპლექსი გაქვს, გააქტიურებენ მას. შენი მტერი, შენი უდიდესი აუდიტორია. სიძულულზე გაბრაზების ნაცვლად შეისწავლე ის. რატომ დაგარტყეს იქ? იმიტომ ხომ არა, რომ რეალურად სუსტი ხარ მანდ. თუ ასეა, მადლობა გადაუხადე. მათ ახლახან გაჩვენეს რა გაქვს გამოსასწორებელი. იმიტომ გესხმიან თავს, რომ იგებ. თუ ასეა, მადლობა გადაუხადე. ისინი შენს სტატუსს ადასტურებენ. ლომს არ ეკარგება ძილი ცხოვრების აზრის გამო, მაგრამ ლომი აკვირდება აფთრებს, არა შიშის, არამედ სტრატეგიის გამო. უნდა განივითარო სიმტკიცე. ეს ნასიმტალების კონცეფცია, მაგრამ წმინდა წყლის მაკიაველია. მყიფე საგნები ზეწოლის ქვეშ ტყდება. გამძლე საგნები ზეწოლისას იგივე რჩება. მტკიცე საგნები ზეწოლისას ძლიერდება. 90% მყიფეა. შეურაცხყოფას აყენებ და ისინი ტყდებიან. შენ უნდა იყო მტკიცე. როცა ვინმე ეჭვს შეიტანს შენში, გამოიყენე ეს საწვავად. სამყაროში არ არსებობს იმაზე სუფთა საწვავი, ვიდრე სურვილი, დაუმტკიცო ვიღაცას რომ ცდება. მაიკლ ჯორდანის დიდების დარბაზის სიტყვა სიყვარულზე არ იყო. ეს იყო სია ყველა იმ ადამიანისა, ვისაც ოდესმე ეჭვი შეეპარა მასში. ის 30 წელი ინახავდა ამ სიას. მან გამოიყენა ის. ნუ გეშინია კონფლიქტის. კონფლიქტი სამჭედლოა. თუ აღმოჩნები ოთახში, სადაც ყველა გეთანხმება, არასწორ ოთახში ხარ. შენ სტაგნაციას განიცდი. წადი იქ, სადაც დანები ამოღებულია. სწორედ იქ აილესები. თანამედროვე ეპოქის უდიდესი დამოკიდებულება არ არის ნარკოტიკი, არც პორნო და არც შაქარი. ეს არის სქროლვა. ჩვენ ცხოვრობთ მღთისიერობის კულტურაში. მიწოდება იმავე დღეს, სწრაფი ინტერნეტი, 15-წამიანი ვიდეოები. უმეტესობამ დაკარგა დროის აღქმის უნარი. ისინი მომავალ კვირაზე შორს ვერ იყურებიან. თუ 3 დღე ვარჯიშობენ და შედეგს ვერ ხედავენ, თავს ანებებენ. თუ ბიზნეს იწყებენ და პირველ თვეში მილიონს არ გამოიმუშავებენ, თავს ანებებენ. თუ მესიჯს აგზავნიან და 5 წუთში პასუხს არ იღებენ, შფოთვა ეწყებათ. ისინი მიმდინარე მომენტის ციხეში არიან გამონწყდეულნი. ჩვენ აქ გრძელვადიან თამაშს ვთამაშობთ. შენ გესმის, რომ ნამდვილი ძალაუფლება რთული პროცენტია. რომ აჯობო 90%-ს, უბრალოდ უნდა გაზარდო შენი დროის ჰორიზონტი. სანამ ისინი სწრაფი ფულისთვის იბრძვიან, შენ საძირკველს აშენებ. სანამ ისინი ყოველდღიურ ახალ ამბებზე რეაგირებენ, შენ ისტორიას სწავლობ. ეს მოითხოვს სპეციფიკურ დანჯვას, მოთმინების დანჯვას. მოთმინება პასიური არ არის. მოთმინება აქტიური ომია საკუთარი იმპულსების წინააღმდეგ. ეს არის ხელების გაჩერება, როცა გინდა შემოულაწუნო. ეს არის კბილის დაჭერა ენაზე, როცა გინდა იყვირო. ეს არის სიბნელეში მუშაობა 5 წლის განმავლობაში, რათა 50 წელი იბრწყინო.
არსებობს კონცეფცია სახელად ზეფირის ტესტი. ბავშვებს თავაზობდნენ ერთ ზეფირს ახლავე ან ორს, თუ 15 წუთი მოიცდიდნენ. ბავშვები, რომლებმაც ვერ მოიცადეს, გაიზარდნენ არაორგანიზებულები, სტრესისადმი მიდრეკილნი და წარუმატებლები. ბავშვები, რომლებმაც მოიცადეს, ისინი მართავდნენ სამყაროს. შენ ზეფირის ტესტში ხარ ყოველდღე. 90% ზეფირს მყისიერად ჭამს. ისინი ირჩევენ ადილ სამსახურს. იდულობენ მანქანას, რომლის საშუალებაც არ აქვთ, რათა მდიდრული იერი ქონდეთ. ხალატობენ პარტნიორს ერთი ღამის სიამოვნებისთვის. აგირავებენ საკუთარ მომავალს, რათა გადაიხადონ აწმყოსთვის. შენ პირიქით უნდა მოიქცე. შენ იხდი მომავლისთვის აწმყოს ვალუტით. უყურებ გადაწყვეტილებას და კითხულობ. ექნება ამას მნიშვნელობა 10 წელიწადში. თუ პასუხი არა, შენ აიგნორებ მას. თუ პასუხია კი, შენ ამაზე უნდა ჩაიციკლო. გახდი დროში მოგზაური. როცა გძნობ რეაგირების, დანებების ან ცდუნების სურვილს, გადააგდე შენი თავი 5 წლით წინ. გადმოხედე ამ მომენტს. გაგიხარდება რომ დანებდი, თუ იამაღებ რომ მტკიცე დიდექი. სიამოვნების გადავადების უნარი წარმატების ყველაზე ზუსტი წინასწარმეტყველია. ეს არის საბოლოო სუპერძალა, რადგან ის თითქმის აღარავის აქვს. იყავი ადამიანი, რომელიც რგავს ხეს იმის ცოდნით, რომ მის ჭრდილში ვერაზროს დაჯდება, მაგრამ ეცოდინება, რომ მისი შვილები იქნებიან ტყის მფლობელები. ასე იქმნება მემკვიდრეობა. დანარჩენები უბრალოდ ვალებს აგროვებენ. გვასწავლიან, რომ ეგოიზმი ცოდვაა, რომ გავცეთ ტკივილამდე ვიყოთ წამებულები. კარგი ბიჭები და გოგოები. მიმიფურთხები ამ იდეისთვის. ვერავის დაეხმარები თუ სუსტი ხარ. შეხედე კარგ ბიჭებს და გოგოებს. შეხედე ხალხს, ვინც ყოველთვის ამბობს კის. არიან ისინი ბედნიელები. სცემენ მათ პატივს. არა. ისინი გამოფიტულები არიან, დაბოღმილები არიან. მათ ფეხსად მენდივით იყენებენ და ფარულად მათ სძულთ ადამიანები, რომლებსაც ეხმარებიან. ისინი გასცემენ პირობებით, გასცემენ რადგან ქება სურთ. სურთ, კარგებად გამოჩნდნენ. ეს არ არის სიკეთე, ეს ლაჩრობაა. რომ აჯობო უმრავლესობას, უნდა მიიღო რაციონალური პირადი ინტერესი. ეს ნიშნავს, რომ ჯერ საკუთარ ნიღაბს იკეთებ. პრიორიტეტს ანიჭებ შენს ჯანმრთელობას, გონებას, ფინანსებს, შენს მისიას. ამბობ არას დანაშაულის გზნობის გარეშე. არა სრულყოფილი წინადადებაა. როცა ეუბნები კის, იმას, რისი გაკეთებაც არ გინდა, შენ ეუბნები არას საკუთარ თავს. ხალატობ საკუთარ დროს, რაც ერთადერთი რესურსია, რომელსაც ვერასდროს დაიბრუნებ. უმრავლესობას პანიკურად ეშინია, რომ ეგოისტი უწოდონ. დაე, გიწოდონ ეგოისტი. რადგან მხოლოდ მას შეუძლია ნამდვილი გაცემა, ვინც სავსეა. როცა ააშენებ შენს ძალაუფლებას, შენს სიმდიდრეს და სტაბილურობას, შეძლებ ცხოვრების შეცვლას. შეძლებ ხალხის დახმარებას სიუხვიდან და არა ვალდებულებიდან. მათხოვარი ვერ მისცემს ფულს ხარიბს. სუსტი კაცი ვერ დაიცავს უდანაშაულოს. ჯერ უნდა გაძლიერდე. ეს მოითხოვს დაუნდობელ პერიოდს, იზოლაციის სეზონს, სეზონს, სადაც წურბელებს იცილებ. მეგობრებს დაკარგავ. გაანაცხენებ ადამიანებს, რომლებიც მიჩვეულნი არიან შენს გამოყენებას. ასე შენ გამხმარ ტოტებს სხლავ, რათა ხე გაიზარდოს. სჯობს ეშინოდეთ შენი, ვიდრე უყვარდე, თუ ორივე შეუძლებელია. რატომ? იმიტომ რომ სიყვარული ცვალებადია. ხალხს უყვარ ხარ მანამ, სანამ მათთვის სასარგებლო ხარ, მაგრამ პატივისცემა, შიში, ეს რჩება. ნუ ეცდები ყველას უყვარდე. ეცადე, პატივს გცემდნენ. პატივისცემა კი მოიპოვება საზღვრების დაწესებით, საკუთარი არსებობის იმ დონეზე დაფასებით, რომ დაიცვა ის. შეწვიდე საკუთარი თავის ცეცხლზე დაწვა იმისათვის, რომ სხვები გათბნენ. შენ სანთელი არ ხარ, შენ მზე ხარ. შენ საკუთარი თავისთვის იწვი და შენი გრავიტაცია აკავებს ყველაფერს დანარჩენს. მივადექით ბოლო გაკვეთილს, მას, რომელიც გრავს ყველა დანარჩენს. საბოლოო განსხვავება მოთამაშესა და გასართობ ობიექტს შორის არ არის ფული, არ არის კავშირები, არ არის IQ. ეს არის ემოციური ალქიმია. უმრავლესობა საკუთარი ქიმიის მონაა. რაღაც ცუდი ხდება, მოწკენილები არიან, ნებდებიან, რაღაც გამაღიზიანებელი ხდება, ბრაზდებიან, ფეთქდებიან. ისინი ბიოლოგიური რობოტები არიან. ჯერ კიდევ როდის თქვა უდიდესმა ქართველმა, კოკასა შიგან რაცას დგას, იგივე წარმოდინდების. ემოციები უბრალოდ ენერგია. ენერგია არ იქმნება და არ ქრება, მხოლოდ გარდაიქმნება. ტკივილი ენერგია, მაღალი ოქტანობის ენერგია, ბრაზიც ენერგია, ის ბირთვულია. საშუალო ადამიანი ამ ენერგიას ფლანგავს, ისინი ტირიან, წუწუნებენ, მეგობრებთან იცლებიან, სვამენ ალკოჰოლს მის გასაყუჩებლად. აძლევენ ენერგიას გაჟონვის საშუალებას, სანამ ისევ არ დაცარიელდებიან. გამორჩეული ადამიანი იჭერს ამ ენერგიას.
ის აშენებს ციტადელს საკუთარ გონებაში. როცა უპატრიცემულობას გზნობს, არ ყვირის. ის იღებს ბრაზის ამ გავარვარებულ ბურთს და დებს თავისი საქმის ძრავში და ის უფრო კარგად მუშაობს, უფრო ბასრი ხდება. მე მათ დავუმტკიცებ. ეს არის ყველაზე ძლიერი მოტივატორი კაცობრიობის ისტორიაში. როცა გულის ტკივილს გზნობს, არ ეგება მასში. ის მიღებს ამ გამანადგურებელ სევდას და გარდაქმნის მას ხელოვნებად, ფილოსოფიად, ფიზიკურ რეინვენციად. ეს არის ალქიმია, ტყვიის ოქროთ ქცევა, ტანჯვის ძალად ქცევა. ემოციებს უნდა შეხედო როგორც ინსტრუმენტებს და არა როგორც სიმართლეს. მხოლოდ იმიტომ, რომ შიშს გძნობ, არ ნიშნავს, რომ საფრთხეში ხარ. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ სხეული გამოწვევისთვის გამზადებს. მხოლოდ იმიტომ, რომ დაღლილობას გძნობ, არ ნიშნავს, რომ უნდა გაჩერდე. ეს ნიშნავს, რომ უფრო ღრმა რეზერვი უნდა იპოვო. 90% უფლებას აძლევს გრძნობებს, უკარნახო ქმედებები. დღეს ხასიათზე არ ვარ. ვის აინტერესებს, რის ხასიათზე ხარ? 10% უფლებას აძლევს მოქმედებებს, უკარნახო გრძნობები. ისინი აკეთებენ საქმეს და სიამაყის გრძნობა მოყვება მას. უნდა გახდე საკუთარი გონების დამკვირვებელი. წარმოიდგინე, რომ ზიხარ მართვის ოთახში, სადღაც ტვინში, შენი თვალების უკან. ხედავ ეკრანზე მზარდ ბრას. 90% ამსხვრევს პულსს. შენ უყურებ ეკრანს და ამბობ: საინტერესოა, დაფიქსირდა მაღალი ენერგია, გადაამისამართე ძრავის სექტორში. ეს არის საბოლოო თავისუფლება. როცა ვეღარ მანიპულირებს შენივე ბიოლოგია, ვეღარ იმანიპულირებს ვერავინ სხვა. შენ ხელშეუხებელი ხარ. შენ ხარ პრინცი საკუთარი სულისა. მაშ, რა ხდება, როცა იყენებ ამ შვიდ კანონს? როცა ხედავ შიშველ რეალობას. როცა იარაღად იყენებ სიჩუმეს. როცა ატარებ ნიღაბს. როცა იყენებ მტრებს. როცა იმორჩილებ დროს. როცა პრიორიტეტს ანიჭებ შენს სიძლიერეს და როცა გარდაქმნი შენს ტკივილს. შენ ახდები მონსტრი, ხდები მშვიდი მეფე. შედიხარ ოთახში და არ გჭირდება იყო ყველაზე ხმამაღალი. არ გჭირდება არაფრის დამტკიცება. შენ იცი თამაში, ხედავ ძაფებს, ხედავ არასრუფასონების კომპლექსით შეპყრობილ ადამიანს, რომელიც ტრაბახობს და გეცოდება, არ გშუს. ხედავ მანიპულატორს, რომელიც ცდილობს გეპირფეროს და გართობს, არ გხიბლოს. ხედავ სამყაროს ქაოსს და გზნობს სიმშვიდეს, არა პანიკას. აი რას ნიშნავს აჯობო ადამიანთა 90%-ს. ეს არ არის ტესტში მაღალი ქულის მიღება. ეს არის ტრანსიდან გამოღვიდება. ადამიანების უმეტესობა ქარიშხალში იხჩობა. შენ ისწავლე წყალზე სიარული. ეს მარტოსული გზაა, არ მოგატყუებ. ჰაერი აქ უფრო თხელია. ბრბო აღარ ხვდება, მაგრამ ხედი ყველაფრად ღირს. შენ დატოვე ჯოგი, გადააგდე სცენარი. აღარ ხარ პერსონაჟი ვიღაც სხვა ისტორიაში. შენ ავტორი ხარ. მაგრამ ფრთხილად იყავი, რადგან ის მომენტი, როცა იფიქრებ, რომ ამას დაეუფლე, არის მომენტი, როცა ყველაზე მოწყვლადი ხარ. თამაში არასდროს მთავრდება. შენი ეგო გელოდება, რომ ამ პარტავანი გახდე. გელოდება, რომ იფიქრო, მათზე უკეთესი ხარ. და იმ წამს, როცა სხვებს ზევიდან დახედავ ზიზღის და არა გაგებით, შენ ისევ იგივე ხდები. ხდები უბრალოდ კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც საკუთარ სიამაყეზე რეაგირებს. ნამდვილმა ოსტატმა იცის, რომ ის ყოველთვის მოსწავლეა. ის ყოველთვის აკვირდება, ყოველთვის სწავლობს, ყოველთვის იცავს ციტადელს. გალის გალე ღიაა, შენ გამოხვედი. ნუ შებრუნდები უკან, მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოება მოგინადრა. განაგზესვლა სიბნელეში, სიღრმეში. სწორედ იქ არის განძი. მადლობა, რომ მეგობრობ ფიორისთან. თუ თვლი, რომ ვიდეო საინტერესო გამოვიდა, მოიწონე, გაუზიალე მათ, ვისაც ამის ცოდნა სჭირდება, გამოიწელე არხი და გაააქტიურე ზარის ხილაკი, რომ არ გამოგჩეს ახალი ვიდეოები.